მარკო რუბიოს თხოვნით ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა, წერს ამერიკის საელჩო. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს თხოვნა 22 მაისს იყო, თუმცა მიიღეს უარი. ამ შეხვედრაზე ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ელჩს უნდა ესაუბრა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიანი პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს, ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი, ამ ქვეყანას ყავს საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს რამე პოზიცია უნდა გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ართულებენ ურთიერთობებს. ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანეს იმ არასწორმა, ასე ვთქვათ, პოლიტიკამ წინა ადმინისტრაციის დროს. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს და ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებას.